6 ქალი და 6 ისტორია ცხოვრების ერთმანეთისგან განსხვავებული გზები და სირთულეები. დღეს მოგიყვებით, რას ნიშნავს იყო ძლიერი იმ ქალების აზრით, რომლებმაც თავად ძალიან მძიმე წლები გამოიარეს, დღემდე იბრძვიან საკუთარი თუ სხვების წარმატებისთვის. მათ ისტორიებს ნინო მჭედლურის სიუჟეტში მოვისმენთ. ყველა ქალი არის ძლიერი. ძალიან დიდი ენერგიის მატარებლები არიან და რეალურად აი ამ ენერგიის და ზრუნვის მასშტაბურად გაკეთება არის ჩემი აზრით სიძლიერე. და რეალურად ჩვენ როცა სხვებზე ვზრუნავთ, ეს კიდე ჩვენ უფრო გვაძლიერებს და ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენთვის. ქიმიების დროს კიდევ საკმაოდ რთული ეტაპია პაციენტისთვის. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები მოტივირებულები არიან და ჩართულები არიან, ამაზე მეტი სიძლიერე არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ უნდა აჯობონ საკუთარ სხეულს, ადგნენ, გამოვიდნენ მოწესრიგებულები, ლამაზები. სიცოცხლეს რომ მოგანდომებენ ისეთი ადამიანები არიან. რასაც ეხება ქალი, არის უზარმაზარი ვალდებულება. იცის ამ ვალდებულების ტარება, იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს. ქალი 2 მაგად, 3 მაგად, 10 მაგად იღებს ამ ტვირთს თავის თავზე. შემხედრია ადამიანები, რომლებმაც რამდენჯერმე დაიწყეს ნულიდან ცხოვრება. აი ეს არის ჩემთვის ძლიერი ქალია, რასაც ეხები ყველაფერს აქცევ დღესასწაულად, რასაც ეხები ყველაფერს ალამაზებ. ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ის გადამდებია. აი მაგალითად სოფელში თუ არის მემთევრე ქალი, მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეყველის პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, იქაც ქალი არის ლიდერი. მემთევრე ზუსტად ამას ნიშნავს, როცა მთელს მეურნეობას უძღვება და მაგალითს აძლევს დანარჩენ სამყაროს. შენი ცხოვრება იწყება სადღაც ამ წერტილში, რაღაც მომავალი გეძლევა თვითონ ინერციით რო იარო და სიძლიერეს ადამიანები ახასიათებენ, როცა ამას არ ემორჩილები. იმის მიუხედავად შენ რას გრძნობ, რომ სუსტი ვარ, ტირი, გზაში უკმაყოფილო ხარ შენი თავით, უამრავი რაღაც, რაც შენს შიგნით ხდება, თუ ამას არ აძლევ უფლებას, რომ ინერციით გატაროს ცხოვრებაში და ცვლი, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ხარ ძლიერი ინდივიდი. ქალებმა განსაზღვრეს ჩემი მომავალი, ანუ მათმა სიძლიერემ და ამიტომ მიყვარს განსაკუთრებულად, შეიძლება იმიტომ რომ მე რო დედა არ მყავს და ეს ენერგია დამაკლდა, შეიძლება ამიტომაც გამიჭირდა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას თავის სიძლიერე აქვს, მაგრამ კონკრეტულად ის ძალა, რომელიც აქვს ქალს, ჩემთვის გამომდინარეობს რაღაცა მაგალითიდან, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და ერთი განსაკუთრებული, რომელიც არის, რომელსაც დედობილს ვეძახი, მაია, რაც ამ ქალმა და სხვა ძალიან ბევრმა ქალმა გააკეთა ჩემს ცხოვრებაში, იყო რომ დამაჯერეს რომ მე ვარ ძლიერი, დამაჯერეს რომ მე ვარ კარგი და თითქოს მე მეჩვენება რომ ქალებში არის ის ენერგია და ძალა, რომელსაც შეუძლია რომ აიღოს პიროვნება და შექმნას. ალბათ ქალი თავის სიძლიერეს იცი როდის აჩენს ჩემი აზრით, როცა ის ხდება დედა. ტატას მერე 2 პატარა ბავშვი მყავს, მაშინ უფრო პატარები იყვნენ და მაგათმა უფრო გამოძლიერეს. ნუ ტატა იქიდან მაძლიერებს და ისინი აქედან. ყველა ადამიანს აქვს ალბათ ისეთი აზრი, ან ჩერდები და ჩერდება ყველაფერი, ან აი ამის შემდეგ აგრძელებ. თუ აგრძელებ, მაშინ მე ვფიქრობ, უნდა გააგრძელო ისე, რომ იყო თუნდაც მხიარული, ენერგიული სიცოცხლე ცალსე. შენი რაღაცა რესურსები ჩადო, სხვისთვის გააკეთო, რაღაც სასარგებლო. ერთხელ სიზმრად ვნახეთ ტატა, როცა თქვა, რომ აი მე ეხლა გადავედი ახალ ფაზაში და აქედან შემიძლია ძალიან ბევრ ბავშვს დავეხმარო. და სულ ეს მაქვს, რომ რამე კარგს ვაკეთებ, აი ცენტრიდან გამომდინარე, რომ აი ტატა გვეხმარება და გვაკეთებინებს ბავშვებისთვის კარგს. ვარდევნილი ზემოაფხაზეთიდან 2008-ში უკვე მეორე დევნილი კოდორიდან ჯერ დედა რო ხარ უკვე ძლიერი უნდა იყო
მამათი სიყვარული მაძლიერებს და მამხნევებს ყოველთვის. თვითონ ბავშვებისგანაც რომ მოდის სითბო და მათი ერთი დაძახებული დედა. სხვა გზარები უნდა იყოს ძლიერი. დედაჩემი პედაგოგიც იყო, დედაც იყო, მრავალშვილიანი თან. ყოველთვის ძახი, რომ იმ ხელას ვერ შევძლებდა, ვერ შევძელი, რასაც დედაჩემი აკეთებდა. მიხარია, როცა ვინმეზე ვგებულობ, რომ მრავალშვილიანია და ბევრი შვილი ყავს, რატომღაც ჩემიანად მივიჩნევ. ჩემი ცხოვრება იყოფა ორ პერიოდად, ეტლამდე და ეტლის შემდეგ. როდესაც ეტლში ჩავჯექი, აღმოვაჩინე მე თვითონ, რომ არ შემიძლია 4 კედელს შორის ყოფნა. მეორე დღესვე გადავწყვეტე, რომ გარეთ გამოსულიყავი და არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ორი არასრულწლოვანი ბავშვისთვის, რომელსაც არ მივცოდნი უფლებას, რომ სახლში ჩაკეტილიყვნენ ჩემს გამო. ჯობია რომ იმ პოზიტივით და ენერგიით ვიყო სავსე, რომელიც ხვისთვის უფრო კარგი არის, მისაბაძი არის და რა თქმა უნდა, გარშემოყოფებისთვის უფრო სასურველია ასეთი ადამიანი მის გვერდზე იყოს, იმეგობროს, ყოველთვის უხარია ჩემი ნახვა და რა თქმა უნდა, მეც უკვე ბედნიერი სახით ხვდები ყველას.